მოგესალმებით თქვენ უსმენთ დრესკოდს, მე კი ნიანი ჟარაძე ვარ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ მოდაზე კინოინდუსტრიაში. მოდა ფილმებში ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სტილისტური არჩევანი, ეს ნარატივის გადმოცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. კოსტიუმები და გრიმი ეხმარება პერსონაჟების განსაზღვრას, ტონის შექმნას და მაყურებლის სხვადასხვა სამყაროში ჩაძირვას. დაწყებული აშმაკი ატარებს პრადას მაღალი მოდის გლამურიდან მარია ანტუანეტის ისტორიულ ელეგანტურობამდე, ეკრანზე წარმოდგენილი მოდა ძლიერი ინსტრუმენტია დასამახსოვრებელი და გავლენიანი კინემატოგრაფიული გამოცდილების შესაქმნელად. მოდით უფრო სიღრმისეულად გავიგოთ, როგორ ყალიბდება მოდა ფილმებში და განვიხილოთ ერთ-ერთი საკულტო მაგალითი, რომელიც კოსტიუმებისა და გრიმის მაგიას წარმოაჩენს. მანამდე კი გაგაცნობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლითაც მოდა კინოს ძენს ელფერს. ფილმებში კოსტიუმები და გრიმი მხოლოდ პერსონაჟების შემოსვას არ ემსახურება, ისინი ნარატივის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. პერსონაჟის განვითარება, როგორ აცვია პერსონაჟს და როგორ წარმოაჩენს თავს, ხშირად ასახავს მის ხასიათს, სოციალურ სტატუსსა და ფილმის განმავლობაში მის ცვლილებას. მოდის საშუალებით შესაძლებელია ისეთი დეტალების გადმოცემა, როგორიცაა სიმდიდრე, ძალაუფლება, პროტესტი და უმანკოება. ასევე კოსტიუმებით შესაძლებელია ტონის შექმნაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კოსტიუმები ეხმარება ფილმის გარემოსა და ეპოქის ჩამოყალიბებას. ისტორიული დრამები, ფანტასტიკური ეპოსები და თანამედროვე ისტორიები, ყველა მათგანი მოდაზეა დამოკიდებული, რათა მაყურებელი სხვადასხვა სამყაროში გადაიყვანოს და შეგვეძლოს ჩვენ მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ასევე ვიზუალური ეფექტის გამდიდრება. მოდა და გრიმი აძლიერებს ფილმის ვიზუალურ მიმზიდველობას და ქმნის დასამახსოვრებელ შთამბეჭდავ კადრებს. საკულტო სამოსი და გრიმი ხშირად ფილმის სტილისა და განწყობის სიმბოლოდ იქცევა ხოლმე. ვახსენეთ სიმბოლიკა და ვისაუბროთ სიმბოლიკასა და თემატიკაზეც. მოდა შეიძლება გამოყენებული იქნას ფილმის თემატიკისა და მოტივების სიმბოლურად გადმოსაცემად, მაგალითად ფერის, ქსოვილისა და დიზაინის არჩევანი ხშირად უფრო ღრმა მნიშვნელობას ატარებს და ფილმის საერთო მესიჯს ამდიდრებს. ახლა კი დაუბრუნდეთ ერთ-ერთ საკულტო მაგალითს მოდისა და კინემატოგრაფიის გაერთიანებული ისტორიაში, ფილმი Breakfast at Tiffany's, ანუ საუზმე ტიფანისთან, რომლის რეჟისორია ბლეიქ ედვარდი და რომელიც დაფუძნებულია ტრუმენ კაპოტეს ნოველაზე. არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ახდენს მოდა გავლენას კინოზე. ოდრი ჰეპბერნის მიერ განსახიერებული ჰოლი გოლაითლის პერსონაჟი ლეგენდარულია, ხოლო მისი გარდერობი შექმნილი ჰუბერტ დე ჟივანშის მიერ დღემდე საკულტოდ ითვლება. I'm going your way. კლასიკური შავი კაბიდან მარგალიტის ყელსაბამით დაწყებული გლამურულ საღამოს კაბებამდე ჰოლის გარდერობი ასახავს მის დახვეწილ, თუმცა ერთგვარად იდუმალ პიროვნებას. ფილმის გახსნითი სცენა, სადაც ჰეპბერნი ელეგანტურ სამოსში სეირნობს ტიფანი ენკოს ვიტრინასთან, ქმნის ტონს, რომლითაც ფილმი იკვლევს ფუფუნებას, რომანტიკას და სოციალურ სტატუსს. კოსტიუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰოლის პერსონაჟის ჩამოყალიბებაში, რადგან ისინი უსვამს ხაზს მის მომხიბლელობასა და მიმზიდველობას და ამავდროულად მიანიშნებს მის რთულ და მრავალშრიან წარსულზე. საუზმე ტიფანისთან არ მხოლოდ ასახავდა თავისი ეპოქის მოდას, არამედ შექმნა სტანდარტები, რომლებიც დღემდე აქტუალურია. ოდრი ჰეპბერნის მიერ განსახიერებული ჰოლი გოლაითლი იქცა ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოდ, ხოლო მისი ლუკები მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაგალითად. ფილმმა პოპულარობა მოუტანა პატარა შავ კაბას, როგორც გარდერობის აუცილებელი ელემენტს და აჩვენა, რამდენად უნივერსალური და მრავალფუნქციურია იგი, როგორც ყოველდღიური, ისევე ოფიციალური ღონისძიებებისთვის. ჰუბერტ დე ჟივანშის მიერ შექმნილი ეს კაბა მარგალიტებთან კომბინაციაში იქცა დახვეწილი ელეგანტურობის სიმბოლოდ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ოდრი ჰეპბერნი ხშირად თანამშრომლობდა თავად ჰუბერტ დე ჟივანშისთან და მისი მუზაც კი იყო, ისინი არაერთ ფილმში ერთად ქმნიდნენ კოსტიუმებს, მაგალითად როგორიცაა რომაული არდატეკები. საუზმემ ტიფანისთან ყურადღება მიმართა მარტივი ელეგანტურობისაკენ, დიდი მზის სათვალეები, გამოკვეთილი აქსესუარები და მინიმალისტური გრიმი. ჰოლის სტილი აჩვენებდა, რომ დეტალები, სწორედ ეს ვარცხნილობა, აქსესუარები და მაკიაჟი შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც თავად სამოსი. ამგვარად ეს ფილმი არა მხოლოდ კინოს კლასიკაა, არამედ მოდის სამყაროზე ძლიერი გავლენის მქონე კულტურული ფენომენია, რომელმაც განსაზღვრა ელეგანტურობისა და ქალური სტილის აღქმა მრავალი თაობისთვის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
ფილმისთვის კოსტიუმებისა და გრიმის შერჩევის პროცესი მოიცავს კრეატიულობის, კვლევისა და თანამშრომლობის შერწყმას, ეს მეტად კომპლექსური საკითხია. კოსტიუმების დიზაინერები ხშირად ატარებენ ხოლმე სიღრმისეულ კვლევას, რათა უზრუნველყონ ისტორიული სიზუსტე და გადმოსცენ კონკრეტული ეპოქის თუ სტილის არსი. ასევე ისინი თანამშრომლობენ რეჟისორებთან, პროდიუსერებთან და მსახიობებთან, რათა დიზაინი სრულად შეესაბამებოდეს ფილმის ხედვას. ასევე კოსტიუმები ხშირად სპეციალურად იკერება, ან გადაკეთდება ხოლმე თითოეული მსახიობისთვის, რათა იდეალურად მოერგოს მათ და შესრულება იყოს მეტად დამეჯერებელი. ამიტომ, როდესაც ვაგრძელებთ კინოს მაგიით ტკბობას, ღირს აღვნიშნოთ ის ხელოვნება და ოსტატობა, რაც ეკრანზე მოდის შექმნას უდევს საფუძვლად. შემდეგ ჯერზე, როცა ფილმს უყურებთ, ერთი წამით დაფიქრდით იმ იდეებსა და კრეატიულობაზე, რომელიც კოსტიუმებსა და გრიმშია ჩადებული. ისინი უბრალოდ აქსესუარები არ არის, ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ისინი ნარატივის განუყოფელი ნაწილია, რომელიც პერსონაჟებსა და მათ სამყაროს სიცოცხლეს ძენს. დღევანდელი ეპიზოდი ამით დასრულებულია, იმედია მოგეწონათ. შემდეგი ეპიზოდის თემა კი იქნება მოპარული კულტურა მოდაში. დროებით.